ბაჰარი. კარგი, გასაგებია რომ ეს კონვერტი ბაჰარისთვისაა და გადავცემ. ეფენდი ვერ მოგცემთ, ბაჰარს ხელში უნდა გადავცე, ასე მითხრეს. გამიგეთ. საკმარისია, რა სისულელია, ბაჰარს მე გადავცემ. მისი პირადი მცველი ვარ. ასე რომ წავბრძანდით. არა, ეფენდი, უხერხო მდგომარეობაში მაგდებთ, მართლა გამიგეთ. წადი თორემ მიიღებ. მე უნდა მორჩა, წადი, მოშორდი. გამიგეთ. წადი მეთქი, მორჩა, წადი აქედან. საკმარისია. ალბათ კონვერტი რაუფისგანაა. ის ფიქრობს, რომ ბაჰარს ეხმარება. რა დროს ჩავიგდე ხელში. არ მოგიდგენია? ესუნისა და ჰარუნის პარტნიორობის საბუთია, ესე იგი? ესე იგი, ესუნის ქალიშვილობის გვარი ქოჯადაგია. ეს კავშირი თუ ვინმესთვის ცნობილი გახდება, ესუნი გასაჭირში აღმოჩნდება. და მეც. ეს რას უნდა ნიშნავდეს? ამაში შერეფიც გარეულია? კონვერტი ბაჰარს როგორ არ გადასცა? როცა მიხვდა, რომ საბუთები აისუნს ეკუთვნოდა, დახია. რა კავშირია მათ შორის? რატომ იცავს შერეფი აისუნს? შერეფიც გარეულია, რა თქმა უნდა. აბა საბუთს რატომ დახევდა? შერეფ, თურმე უდანაშაულო არჩენ ხარ. აუცილებლად გავიგებ ყველაფერს. აუცილებლად გავარკვევ, რაც ხდება. აუცილებლად. შენც გასრვილი ხარ, შერეფ. ყველაფერს ფარდას ავხდი.
სულ მალე. რამე მოხდა შერებ? არა, რა იყო? არ ვიცი, რაღაც ხმები შემომესმა. მეგონი ვიღაც კამათობდა. ვიღაც მაწანწალებმა ჩაიარეს და ხმაურობდნენ. ხო, ალბათ. მადლობის გადახდა მინდოდა შერებ. მამა ჩემის დაბადების დღე გამახსენე. დიდხანს ვფიქრობდი მე თქვა თუ არა, არ მინდოდა შენი დამწუხრება. ამიტომ თავს ვიკავებდი. რას ამბობ? ისედაც გული მტკივა, რომ მამაც არ მახსოვს. დაბადების დღის დავიწყება კი საშინელებაა. ალბათ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც შენი გაგება შეუძლია ბაჰარ. მეც ხომ მამის გარეშე ვიზრდებოდი. ბავშვისთვის მამა გმირია და ასაკთან ერთად ეს არ იცვლება. როცა სასჯელი მოვიხადე და ციხიდან გამოვედი, ყველამ ზურგი შემაქცია. მხოლოდ ჰარუნ ბეი იყო ჩემ მხარეს. ჩემი წარსული არც კი უხსენებია. ჰარუნ ბეი ჩემთვის მამასავით იყო. მან შენზე ზრუნვა მთხოვა და ვალდებული ვარ მისი სურვილი შევასრულო. ვალდებული ვარ შენზე ვიფიქრო. გმადლობ შერებ. ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ. ეს ძალას მაძლევს. მოკლედ, ხოლ სასაფლაოზე წავალთ და მამას ხსოვნას პატევს მივაგებთ. კარგი, გასაგებია. როცა მზად იქნები, შემატყობინე და წავიდეთ. კარგი. მოკლავ. თარიქ. დაწყნარდი. ოჟან. მოკლავ. შეჩერდი დამპალო. შეგეშინდა რა? მოდი აქ. ოჟან. ოჟან. რა ჩაიდინე? რა ჩაიდინე? არ მომეკარო. დანა მოაშორე. არც ერთი არ მომეკაროთ. დანა მოაშორე. როგორ ხარ? არა მიშავს. სასწრაფო გამოვიძახო? არა, არაფერი მიჭირს. დარწმუნებული ხარ? ხო, ყველაფერი რიგზია. კარგი, შენი საქმეა. ოჟან. ოჟან. ჭრილობა მაჩვენე. ღმერთო, რამდენი სისხლია. რა საშინელებაა. ოჟან, ნუჯიუდობ. სასწრაფოს და პოლიციას მაინც გამოვიძახებ. ხაზან, ნოტირი ეს მხოლოდ ნაკაწრია. რას ამბობ? არა, სასწრაფოს დავურეკავ, მოიცადა? გაითიშა. ხაზან, მართლა არ მინდა, ყველაფერი რიგზია. ჭრილობას დააფარე. აი ასე ფრთხილად. გთხოვად იქი. წამოდი. ადექი, ადექი. მოიცა ოჯან. დამეყრდენი. აი ასე. გამარჯობა ძამიკო. გამარჯობა ელფინ. არ მინდოდა შენი გაღვიძება. ისევ სიცხე გაქვს? არა. მხოლოდ შევიფუთე. მოგეჩვენა, ნუ გეშინია. აბა.
როგორ გავუფრიანდი? ეს კარგი არ არის, წადი გამოიცვალე და ისევ დაწვიქე. მიდი. კარგი. დემირ მოიცადე. როგორ ხარ? უძლებ? ყველაფერი კარგადაა, ნუ ღევავ. მალე გამოიცვალე. გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. უნდა გამოვჯამრთელდე. შენ გამოძა მიკო. იმ ქალმა მახეში გამოგამწყდია და ეს ჩემი ბრალია. ჩუმად. რას აკეთებ? სად არის? კი, მაგრამ სად არის? რას აკეთებ? ნუ მეხები. აქ რა გინდა ისუნის ოთახში? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ბაჰარა ისუნს არ იცნობ? წარმოიდგინე რას გიზამს, როცა მიხვდება, რომ მის ნივთებში იქექები. დეიდა გონულ. საყვარელო, როგორ ხარ? ის ორი ძალიან გტკივარა. დეიდა გონულ. ჩემო გოგონა. ოჯან ძალიან ხომ არ მოვუჭირე? არა, ნორმალურია ჰაზან. ეს როგორ მოხდა? თარიქმა დანა დაგარტყა. ჰაზან, შენ არაფერ შუაში ხარ. რას ამბობ ოჯან? მე რომ არა თარიქი ასე არასდროს მოიქცეოდა. უარესი რომ დაგმართნოდა? ხელი რომ ვეღარ გაგენძრია? სასწრაფოზე უარით ყვილა თქვი. თუ პანიკაში ჩავარდები საავადმყოფოში, თავად აღმოჩნდები. შენ რომ დარდო, ბავშვიც ცუდადაა. ასე რომ გაითვალისწინე. დამშვიდდი. კარგი, დავმშვიდდები. მადლობ. დიდი მადლობა. არაფერს. წავალ. ამას გადავაგდებ და ხელებსაც დავიბან. შესაძლოა პოლიცია მომდევდეს. დამმალე. ამ წუთას რა თქვი? ოჯანს დანა დაარტყი?
Ახლავე წადი. წადი მეთქი. პრობლემები არ მჭირდება. ნუ სულელობ, სად წავიდე? ეს ჩემი პრობლემა არ არის, წადი. თუ პოლიცია გამოვიძახო. შენ რა მაგდებ? ჩემი არ ცხენია? არ მსხვენია. უბედურება ჩაიდინე. და გამოიქეცი. სავალ, მაგრამ ამას დავიმახსოვრებ. რა თავხედი ხარ. დეიდა გონულ, შენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძვირფასო ბაჰარ. ჯერ ხომ არაფერი გამიგეთებია. ამ შემთხვევაში რა შემიძლია? ძალიან ბევრს აკეთებ, რადგან ჩემს მხარეს ხარ. ეს საკმარისია. ხო, შენს მხარეს ვარ და ყოველთვის ასე იქნება. შენ დაიფიცე, რომ ამ სახლში დარჩებოდი. არ დანებდებოდი. და აისუნს ნიღაბ ჩამოხსნიდი. ასეც მოიქეცი. მე ყველაფერში მხარს დაგიჯერ. როგორ უნდა წავსულიყავი? მამა ჩემის მკვლელი ხომ ამ სახლშია. ამ შემთხვევაში არავინ წავიდოდა. ასე ნუ ამბობ. შენს ადგილას ბევრი გაიქცეოდა. რამდენი გადაიტანე. საყვარელი კაცისგან ღალატი. ასევე გაიგე, რა მაზრზენი ადამიანია აისუნი. მიუხედავად ამისა დარჩი, რომ სიმართლისთვის გებრძოლა. მეც ბოლომდე შენ გვერდით ვიდგები. შინაგანად არ გატყდი. თავი ღირსეულად გეჭირა მაშინ, როცა ის ორი ასე ცუდად იქცეოდა. ძალიან ძლიერი ხარ. ნეტავდედა შენი დანახვა შეეძლოს. იამაღებდა, რომ ასეთი შვილი გაზარდა. ძვირფასო გონულ, ასეთი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს ვეჩვენები. ჩემ შესახებ ასე მხოლოდ ჩემ ფიქრობ. არა ძვირფასო, სრულ სიმართლეს ვამბობ. უშიშარი ხარ. ყველაფერს ვაშკაცურად უძლებ. საოცარი გოგო ხარ, ბაჰარ. დედა და მამა შენით იამაღებენ. თუ ბოლომდე ასეთად დარჩები, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. ვერავინ. მართლა ასე ფიქრობ? დარწმუნებული ვარ. ვიცი, გული გტკივა. ყველას არ შეუძლია საყვარელი ადამიანის ღალატის გადატანა. მაგრამ შენი სიძლიერე ამასაც დაგაძლებინებს. შეხედე ამდენი უბედურების მერე, თავი როგორ გიჭირავს. ასე გააგრძელე. ხო, შენი გრძნობების არ შეგრცხვეს. საკუთარი განცდების არასდროს მრცხვენოდა. სიყვარულიც თამამად ვაღიარე და ტკივილსაც ასევე გავუძლებ. მიუხედავად დიდი დარდისა, ემოციებს არ ავყვები და სირთულეებსაც გადავიდე. იმასაც მივაღწევ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ოჩახ ჩემო გოგონა. ოჩახ. მე ამაყები. ასე განაგრძე.
ოზჯან, გვირილის ჩაი მოგიტანე. დამშვიდებაში დაგეხმარება. ეს ერთხელ დეიდა გონულმა მომიტანა. გმადლობ ჰაზან. არაფერს. ეს აბით კიბილს გაგიყუჩებს. წყალს მოგაწვდი. მოიცა? ოზჯან, როგორც აღსახებ, სიცხე გაქვს? ოზჯან, იწვი. ჩქარა საავადმყოფოში წავიდეთ. არა ჰაზან, ყველაფერი რიგზია, ასეთი რამ პატარა ჭრილობების გამოც ემართებათ. დავისვენებ და გამივლის. ცოტა ხანს წამოვწვევი. კარგი? წამოდი მოგეხმარები. შენ რა სიზამ? მოდი ტაქსის გამოგიძახებ, დაიღლებოდი. ალბათ ასეთმა სტრესმა დაგღალა, სახლში ფეხით წასვლა არ ღირს. რას ამბობ, რა ტაქსი? მარტო არ დაგტოვებ. დასვენება გჭირდება, მე კი აქვე დაგელოდები. არცად წავალ. ჰაზან, რას ამბობ? აქ თუ დარჩები, ჩემ საწოლში დაიძინე, მე კი დივანზე დავწვევი. ოზჯან, არც ახლა ფიქრობ საკუთარ თავზე. არ გინდა. დაისვენე, რომ სიცხემ დაგიწიოს. მინდი დაწექი. ჰაზან, მითხარი რომ ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე. სინამდვილეში ყველაზე უდანაშაულო ხარ. როცა სამივე ერთმანეთი გავიცანით, შენ ყველაზე გულწრფელი იყავი. თავს ნუ იდანაშაულებ, კარგი? ვინ ხარ და რა გინდა? აისუნ ჰანიმის ადვოკატი ვარ. შენ ვინ ხარ? ჰარონ ბეის მცველი. გმაყოფილი ხარ? ვიცი, მაგრამ შენი საქმე ვერ შეასრულე, ხომ ასეა? ვინ არის და რა უნდა? ნეტავ რა უნდა? ვინ არის შერეფი? და რა უნდა? შენი დახმარება მჭირდება. ღმერთო ჩემო. მომისმინე შერეფ. შენ ბაჰარის გულისთვის დახმარება მთხოვე. მეც იმავე საქმეზე მჭირდება შენი დახმარება. წახვალ და პოლიციას აისუნის თამაშებზე მოუყვები. ვიცი, ფიქრობ, რომ არ დაგიჯერებენ, რადგან ყოფილი მსჯავრდებული ხარ, მაგრამ შენთან ერთად წამოვალ და მათ დავარწმუნებ. აისუნი ხომ არ შენ მოგწონს. თუ ერთად ვიმოქმედებთ მას, თავიდან მოვიშორებთ. სერიოზულად? მართლა? მართლა? იცოდე, რომ ამას მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ. არა. რა არა. შეუძლებელია. თავიდანვე ცხადი იყო, რომ არ მოისვენებდი. ბაჰარ.
ბაჰარი იქ სპეციალურად მოიყვანა. რა გასაკვირია, რომ აისუნთან ერთად მოქმედებდეს. ვინც ის იქნება იმაზე მეტია, ვიდრე აისუნის ბაიკი. თუ ჰარუნ ბეის სიკვდილში მისი ხელიც ურევია, ბაჰარის ვილაში დაბრუნების მიზეზი არ უნდა გაიგოს. თუ ის აისუნის თანამზრახველია მიხვდება, ბაჰარს რამიზანიც ამოძრავებს და შესაძლოა ბაჰარი დააზარალოს. შერეფმა არაფერი უნდა გაიგოს. დაბადების დღეს გილუცა, მამიკო. მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვ ხარ. მინდა რომ ახლა ჩემგვერდით იყო. ვისურვებდი შენი დაბადების დღე ყველას ერთად აღვენიშნე. მაგრამ ერთადერთი რამ რისი გაკეთება შემიძლია, შენ საფლავზე მოსვლა. მაგრამ არ ენერვიულო, მამა. დაუჯელი არ დარჩება ის, ვინც ცივ მიწაში ჩაგაწვინა. გპირდები. ალბათ ძინავს. რას შეჭამს, როცა გაიღვიძებს? მაცივარში არაფერია. რა გარეწარი ხარ, თარიკ? თითქოს ის არ იყო საკმარისი, რაც აქამდე ჩაიდინე. კარგი. წავალ რამის ვიყიდე.
დაბრუნება ისეთი არეული მაქვს. ნამდვილად რაღაც დამავიწყდება. აჯობებს სია ჩამოვწერო. ამას ავიღებ. ტომატეს. პომიდორი. კვერცხი.